2016 წლის სექტემბრიდან ქალაქ ბოლნისის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეების უნიფორმა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლნისში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ინფორმაციის გადასამოწმებლად საჯარო სკოლის დირექტორს ირმა წაქაძეს გავესაუბრეთ. მე როგორც სკოლის დირექტორს მექნება გაერთიანებული მშობელთა კრება, როგორც ცალკე დაწყებით საფეხურზე, ისე საბაზრო და საშუალო საფეხურზე. მათ შევთავაზებ უკვე ამ მკერავისაგან მოტანილ ესკიზებს. განათლების კანონში არის ასეთი რამ შავით თეთრზე დაწერილი, რომ სკოლას დირექციას სრული უფლება აქვს ფორმა შესთავაზოს მოსწავლეებს და დააკანონოს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება, ვთქვათ, ნახევარზე მეტი წინააღმდეგი. მოსწავლესაც, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს უარი თქვას ფორმაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული სახით. სწავლის დაწყებისთანავე ფორმის შემოღების შესახებ ეცნობებათ მშობლებს გაერთიანებულ კრებაზე, რომელსაც სკოლის დირექტორი წარუძღვება. მშობელთა თანხმობის შემთხვევაში მოხდება ესკიზების შერჩევა. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია მისი შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით. ნათქვამია განათლების შესახებ კანონის მე-14 მუხლში. რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სია ქულებით სოციალურად გაჭირვებულები ვინც არის და მათთვის იქნება უფასო. თითქმის 20 წელია სახელმწიფო სკოლებში სასკოლო ფორმის ტარებას აღარ ითხოვენ. ტანსაცმლის სტილი ემსახურება იმას, რომ მოსწავლეებს ყურადღება არ გაეფანტოთ გარეგნულ შეხედულებაზე და საკუთარი თავის სრულად მიუძღვნან საგაკვეთილო პროცესს. ნომერ 1 საჯარო სკოლაში ფორმის შემოღების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა მანამდე მოსწავლეები სკოლის შინაგანა წესით გაწერილ კანონებს უნდა დაემორჩილონ. სკოლის შინაგანა წესი არის ამოსავალი კანონი ყველასთვის აბსოლუტურად, ხო? და ეს ყველაფერი დგება იმისათვის, რომ მოსწავლეს მივცეთ ცოდნა. ჩვენ საერთოდ აკრძალეთ უკვე წელს მობილური შეტანა გაკვეთილზე. კი ბატონო, ბავშვი დილით მოიტანს მობილურს, მაგრამ ჩვენ იცით, რომ ყავს მეკარე, მე სპეციალურად სეიფი დავდგი სკოლის შემოსასვლელში და იქ შეინახება ეს მობილური აპარატები თავის ფაილში, წარწერით ეს ვისიც არის, რომ არ დაიკარგოს და როდესაც დამთავრდება გაკვეთილები, აი იმის მერე ექნება ბავშვს მისი კატანის საშუალება. სექტემბრიდან ჯერჯერობით იქნება თეთრი ზედატანები და მუქი ქვედაბოლოები, ბიჭებს შესაბამისად მუქი ჯინსის შარვლები შეეძლებათ იხმარონ. არაფრით არ შეიძლება მოკლე შარვლით რომ მოვიდეს მოსწავლე. მოგეხსენებათ დახეული ჯინსები და აი ეს რაღაც აკრძალული მაისურებიც კი შემოსაცმელები, ასე ვთქვათ, ხო, თბილი. არაფრით არ შეიძლება წარწერებიანი. ქალაქ ბოლნისის ნომერ 1 საჯარო სკოლა სრულ მზაობას აცხადებს სასწავლო პროცესისთვის, რომელიც სულ რამდენიმე დღეში დაიწყება.